გრანდიოზული გახსნა, იმერსიული საოჯახო გამოფენა. დიახ, მომავალი. New Gen. ავიდეთ. რა იქნებოდა თუ ხელოვნების მომავალი ტექნოლოგიით იწერებოდა? აქ თელ-ავივის გულში თეთრი კედლები არ არის, მხოლოდ უსასრულო დინამიური ეკრანებია. შამთრევი ატმოსფერო, სადაც ხელოვნება შეიძლება მოისმინო, დაინახო, შეეხო და სადაც ის ძლიერ გზავნილებს გადასცემს. როცა ჩვენგან მოითხოვეს გამეკეთებინა გამოფენა არჩევანებზე, ჩემი აზრები იყო ციფრულ სამყაროში. ჩვენ გვაქვს ბევრი არჩევანი, რომლებიც ჩვენს უკანკვალს ტოვებს. ამიტომ ვიფიქრე, როგორ შემეძლო ციფრული ხელოვნება და ნამუშევარი გადამეთარგმნა ისეთ რამეთ, რაც უფრო ბავშვობისთვის იქნებოდა, უფრო ჯადოსნურად გამოჩნდებოდა, ხოლო ჩვენთვის, უფროსებისთვის, ეს იქნებოდა ისე, თითქოს ციფრულ სამყაროში კვალს ხედავ. ამიტომ შევქმენი რაღაც, რაც მატრიცის წვიმას გავს. ბინარული კოდი წვიმასავით წვივა. და უბრალო კამერაც კი შეიძლება დაგაფიქროს. შეგიძლია საკუთარი თავი პიქსელ არტში ნახო კამერის საშუალებით, რომელსაც სიღრმის სენსორი აქვს და ყოველი შენი მოძრაობა რეალურად კვალს ტოვებს. და თუ გადაწყვეტ, რომ ერთი წამით გაჩერდე, უბრალოდ გაჩერდი და ნახე შენი ანარეკლი, ის აჩვენებს სხვადასხვა სიტყვებს. ის თითქოს რაღაცა სხვასაც აჩვენებს. შეგიძლია უბრალოდ იგრძნო და ისიამოვნო, მაგრამ თითქოს მის უკან დამალული გზავნილია და შეგიძლია დაინახო, როცა მოძრაობა შეწყვეტ, გზავნილი თავს ავლენს და შეგიძლია უბრალოდ გამოიკულიო, როგორ აჩვენებს შენი მოძრაობა და არჩევანი რაღაცას და ტოვებს კვალს. Wow. სინამდვილეში ეს არის ის, რაც ამ ყველაფრის უკან დგას. ეს გამოფენა ასევე შესაძლებლობაა, რომ გარკვეული მცდარი წარმოდგენები დავასუსტოთ. ტექნოლოგიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, საგნებს შეიძლება მეორე სიცოცხლე მივანიჭოთ და საკუთარი თავიც თავიდან შევქმნათ როგორც ბავშვების, ისე უფროსების გასახარებლად. მე ნივთებს გადავამუშავებ ხოლმე. პოულობ ნივთებს, რომლებიც ოდესღაც სამზარეულო იყო. პოულობ ნივთებს, რომლებიც ძირითადად ხისგანაა დამზადებული. უბეჭდავ სამგანზომილებიან დეტალებს და ვაწყობ თამაშს. ინსპირაციას ვიღებ ინსტაგრამიდან, ვიდეოებიდან და YouTube-იდან. უბრალოდ პოულობ იდეას და ვახორციელებ. არ ვიცი როგორ იცდება. მიზანი კი ნამდვილად ვიცი. ხანდახან პროექტი ხან ერთ მიმართულებას იღებს, ხან მეორეს. მაგრამ მე მაქვს თამაშები და ძალიან სიამოვნებს, როცა ვუყურებ როგორ თამაშობენ ჩემს თამაშებს. მე იაფ ნივთებს ვყიდულობ AliExpress-თან. ხო. ძირითადად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვკოდავ. და ესაა ყველაფერი. უბრალოდ თამაშებს ვქმნი. როგორც ყველა მიცის, კრეატიულობას საზღვრები არ აქვს. რავიდ დიზაინის სტუდენტმა რავიდარმა გადაწყვიტა მუსიკა, ტექნოლოგია და რელიგია გაერთიანებინა თავის სადიპლომო პროექტში. მე ვარ რელიგიური ოჯახიდან და მე რელიგიური ოჯახიდან ვარ და მოგვიანებით საერო გავხდი. იუდაიზმის შესწავლისას დავინტერესდი კანტილაციის ნიშნებით, ტილაციის ნიშნებით, სიმბოლოებით, რომლებიც ბიბლიურ ტექსტში ჩნდება. ისინი მიუთითებენ თუ როგორ უნდა წაიკითხოს ტექსტი, რიტმის, მელოდიისა და სინტაქსის თვალსაზრისით. მე გადავწყვიტე, ეს ნიშნები გამოცდილებად გადამექცია. ჩვენ ავიღეთ ყველა კანტილაციის ნიშანი და ისინი დავამუშავეთ ისე, რომ ბარაბანზე შესრულებულ მელოდიად ვაქციოთ. ნახვამდის. შემდეგ ვიზუალური მხარისთვის შთაგონება ვასილი კანდინსკის მეთოდიდან მივიღე. ის ისმენდა ხმებს და მათ ფორმებისა და ფერების გამოცდილებად გარდაქმნიდა. ჩვენ დავიცას პირველი Yes Future ღონისძიება ომის დროს და ეს იყო, იცით, როგორც სინათლე. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი მომავალი და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რაც ხდება. პირველი მთავარი თემა იყო დრო. და ყველა არტისტთან ერთად ვფიქრობდით, რა არის დრო ჩვენთვის, რა არის მომავალი, რა არის ეხლა, იქნება ეხლა უკვე მომავალია და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. და ამჯერად ნეავირთქია მთავარი თემა დისკუსიებისთვის და ხელოვნებისთვის. და ეს იყო შესაძლებლობების სივრცე. როგორ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება და როგორ მიგვიყვანს სწორი არჩევანი ნათელ მომავალში. ადამიანების გაერთიანებაში დახმარება. ეს ზუსტად დარის მიზანია. მინდოდა რელიგია პოზიტიურ ჭრილში წარმომეჩინა.
ამჟამად ქვეყანაში ბევრი დაყოფაა. ეს ძველი დაყოფაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც რელიგიას ეწინააღმდეგებიან. ან უბრალოდ ბევრი არაფერი იციან მასზე და მინდოდა რომ ეს გამეკეთებინა. ის უფრო ხელმისაწვდომია, რადგან მე დრამებზე ვუკრავ. ვიპოვეთ ვიფიქრე, რომ ვიღაცა. მე მომეყარა ერთად ყველა სხვადასხვა ასპექტი ჩემი ცხოვრების. რელიგია. ფორმები და მოძრაობის დიზაინი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ძალიან და ვაერთიანებ მათ. მათ ერთ თანმიმდევრულ სისტემად, რომელიც მუშაობს. AI-სა და ტექნოლოგიების იმიჯის განახლების გზა, რომელიც ხელოვანთა ახალ თაობას წარმოაჩენს, რომელიც მტკიცედ იყურება მომავლისკენ.